მოგესალმებით. დაშლა არ მოშლის მორიგი ეპიზოდი უნდა შემოგთავაზოთ, რომლის მთავარი გმირი დღეს ჩემთან და შოთასთან ერთად იქნება აი ეს ავტომობილი. Განსაკუთრებით ორიდან ძრავთან დაკავშირებით უამრავ ტექნიკურ დეტალს ავხსნით, რომელიც დარწმუნებულია, რომ უმრავლესობას აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეწოდება. ეს აუცილებლად უნდა გვეთქვა ამ ვიდეოში თავიდანვე და გულისხმობ იმას, რომ ეს არ ეხება ჩვენი დღევანდელი საუბარი მხოლოდ ელანტრას. ეხლა ჩვენ ვთქვათ ამ მანქანის 5 პლუსი და 5 მინუსი. თან რა თქმა უნდა არა უბრალოდ შეცვლა, არამედ თან საუბარი ზუსტად რაზეთი, რატო ეგზეთი, იმიტომ რომ სხვა რაღაცა აწერია და სხვა რაღაცას ვაპირებთ და ასევე ხუნდებზეც ამ სპეციფიურ სალაპარაკოა. მიზეზი არის ის, რომ ახალი ხუნდის დაყენების დროს, როცა არათანაბრად არის ნაცვლად თუნდაც დისკი, იწყებს მერე წერიფინს. და მე ბევრის უკვირს ხონე, რომ აი ხუნდი დავაყენე და უხარისხვა ხუნდი არა და სინამდვილეში არის ელემენტარული დამონტაჟების დროს გაფარული შეცდომა. ყველაზე მთავარი და საინტერესო ელანტრას ძრავის ზედთან დაკავშირებით არის ის, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილ მოდელს პირდაპირ აი აქვე აწერია, რომ უნდა ჩაისხას 5-20-ზე. მაგრამ ჩვენ დღეს ვასხამთ სხვაზეც. ამერ დღესაც ძალიან ხშირად ხდება დილ ჩარჯზე მანქანაში და უცოდ რაღაც ტრახ ისმის. ვახსენეთ გადაცემის დასაწყისში, რომ სამი პრობლემა არის ხშირად ამ ძრავთან დაკავშირებით, რომელიც იწვევს ზეთის ჭამას. არა, გაიჭერდა? შენ თავიდან მაგრა გამოკაჩე თუ რატო გაიჭერდა? ნელა გადაჭიქი უკან შო. რო დაძარი მომენტში. გადაჭიქი უკან არ ვიცი. დაძარი. უნდა დავიზრებ ფაქტია. მოკლედ, თუ გაითვალისწინებთ იმ რჩევებს, რაც ამ ვიდეოში მოგეცით და იმედია გაითვალისწინებთ, ელანტრა გამომდგარი მანქანა იქნება თქვენთვისაც. მოგესალმებით. დაშლა არ მოშლის მორიგი ეპიზოდი უნდა შემოგთავაზოთ, რომლის მთავარი გმირი დღეს ჩემთან და შოთასთან ერთად იქნება აი ეს ავტომობილი Hyundai Elantra 2017 წლიანი, ხო შოთა? კი ბატონო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ესე იგი, რამდენი წელი 18 წელი დაახლოებით ამ სფეროში ვარ და მანქანებს ტესტავთ. და ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე მეტად მაინტერესებს იაფფასიანი ავტომობილები. იმიტომ რომ ძვირადღირებულში, მდიდრულში, მით უმეტეს ლუქს კლასში ან პრემიუმში, ასე თუ ისე ყველაფერი მაინც გასაგებია. ბევრი ოცნებობს მაგ მანქანებზე, მაგრამ ბევრს არ აქვს ფული, რომ იყიდოს ეგეთი ავტომობილები. ასეთების ფული შედარებით მეც აქვს, ну, ყველაზე მეც, თუ შეიძლება ესე ითქვას, და მე ყოველთვის ყველაზე მეტად მაინტერესებს იაფიანი, იმიტომ რომ აი ეს იაფიანი მანქანა რამდენად კარგია, მაგის გამოკვლევა უფრო მიყვარს, ვიდრე ის მდიდრული რამდენად შეესაბამება იმ თავის მდიდრულ დონეს. ამიტომ პირდაპირ ელანტრა და რატომ ელანტრა შენ გააგრძელე. ესე იგი, რატომ ავირჩიეთ ელანტრა ამ ჯერზე? თავიდანვე დაშლა არ მოშლის პროექტს როცა ვიწყებდით, მისი იდეა იყო განგვეხილა ისეთი მანქანები, რომლებიც არის მასობრივად საქართველოში ხელმისაწვდომი და პოპულარული და ამ განხილვაში დეტალურად ჩავსულიყავით და აგვეხსნა მომხმარებლებისთვის, მაყურებლებისთვის სერვისები, ტექნიკური ექსპლუატაციის თავისებურებები, სუსტი და ძლიერი წერტილები ამა თუ იმ მოდელების. ეს ელანტრა ამ შემთხვევაში ყავს 2017 წლის limited კომპლექტაცია, ეს მე-6 თაობას ეძახიან და საქართველოში არის საკმაოდ პოპულარული. და არა მარტო საქართველოში, ეს იქნება აზიაში, ევროპაში თუ განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში. ბაზარზე ამ დროისთვის შეიძლება ჩაითვალოს top 5-ულ გაყიდვად მოდელად და ვფიქრობთ, რომ მაყურებელს აუცილებლად დაინტერესებთ მისი თავისებურებით ტექნიკური დეტალები და ეს ტექნიკური დეტალები არ ეხება მხოლოდ ამ მოდელს. ზოგადად ის საერთოა შესახები იქნება Hyundai-ის დანარჩენი მოდელებისთვის, ამ თაობის მოდელებისთვის და ასევე Kia-ს მოდელებს, რომელიც არის მისი ამ ჯგუფის წევრი და ფაქტობრივად იგივე Hyundai არის. ვფიქრობ, რომ მაყურებელს ძალიან დაინტერესებს და ამ ძრავს განსაკუთრებით ორიდან ძრავთან დაკავშირებით უამრავ ტექნიკურ დეტალს ავხსნით, რომელიც დარწმუნებულია, რომ უმრავლესობას აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეწოდება. ხო, შოთა ძალიან სწორი რაღაც აღნიშნე და ეს აუცილებლად უნდა გვეთქვა ამ ვიდეოში თავიდანვე და გულისხმობ იმას, რომ ეს არ ეხება ჩვენი დღევანდელი საუბარი მხოლოდ ელანტრას, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკა, ბაზა, ძრავები და ასე შემდეგ ბევრ მოდელთან ინაწილებს, ეხება სხვა Hyundai-ებსაც, ეხება წინა თაობის ელანტრასაც, აი ძველ ელანტრას ძალიან ბევრი როა საქართველოში
და კიდევ Kia-ს მოდელებსაც რა თქმა უნდა და ამიტომ ყველა ეს რჩევა რასაც მოგცემთ, თან ვიტყვით ხოლმე რომელ მოდელთან, ასე ვთქვათ, არის პარალელში ეს რჩევები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა ვთქვა ასევე ის რომ Elantra ზოგადად ისეთი ავტომობილია ჩვენ დაშლა-აღმოშლაში ხშირად გვაქვს ხოლმე ეს კითხვა დასმული რომ ღირს თუ არა ამ მანქანის ყიდვა და ჩვენ უნდა გაგცეთ ამაზე პასუხი. ამ შემთხვევაში ეს კითხვა ცოტა ნაკლებად რელევანტური მგონია, იმიტომ რომ ღირს თუ არა Elantras ყიდვა ეს კითხვა არ არის აქტუალური Elantras პოტენციური მფლობელისთვის. იმას ან აქვს უფრო მეტი ფული და ყიდულობს უკეთეს. მაგალითად Prius, არ ვიცი, Jetta-ს თუ არის Jetta ამაზე უკეთეს და ასე შემდეგ, Ford Fusion-ს და ასე შემდეგ, ან პირდაპირ ყიდულობს Elantras. ანუ სხვა გამოსავალი რეალურ ტიპს არ აქვს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს კითხვა რელევანტური არის სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანია Elantras შემთხვევაში იმ კითხვის დასმა, თუ როგორ უნდა მოუაროთ ამ მანქანას იმისათვის, რომ გვემსახუროს იმაზე უფრო მეტხანს, ვიდრე გვემსახურება ისეთი მოვლის შემთხვევაში, როგორც მას უვლიან ხოლმე. და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ მე მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ Elantras ფლობელები ცოტა ძირითადი ნაწილი, ჩემი წარმოდგენით, თუ ასე არ არის ბოდიში, ცოტა ფეხებზე იკიდებენ ხოლმე ამ მანქანის დეტალურად კარგად მოვლის. ანუ რა ზეთი უნდა ჩაასხან, რა ალების ანთენი უნდა დააყენონ და ასე შემდეგ, რა ბენზინი უნდა ჩაასხან, თუ ასე შემდეგ, თუ გაზზე რო გადაყავთ, რა უნდა გაითვალისწინოთ. აი, იმიტომ რომ იაფიანი მანქანა არის, რაღაცა იაფი, იორღა, ვირი, რავი, ეს რაღაცებს უწოდებენ და როგორც წესი, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ამიტომ მე იწყებს ეთის ჭამას, ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი ვარ მოხდეს და ამ მანქანის მოვლა არ არის რთული და მეთანხმე შოთა. თავარია ვიცოდეთ როგორ მოუაროთ და დღეს აი ამ ვიდეოში ამ ყველაფერს დაგიღეჭავთ. ეხლა ჩვენ ვთქვათ ამ მანქანის 5 პლუსი და 5 მინუსი. 5 პლუს თუ მოუძებნით საერთოდ თუ ექნება. მოუძებნოთ. პირველი მთავარი პლუსი ჩემი აზრით არის ის რომ არის ძალიან იაფი, ანუ კონკურენტებთან შედარებით ყველაზე იაფია. მეორე საკმაოდ მარტივი მანქანა არის და მიუხედავად იმისა რომ ეხა ამას limitex კომპლექტაცია აქვს კარგი, ანუ შიგნით სალონში აუხსნით მე ყველაფერს რა აქვს სხვებთან შედარებით, ანუ 2017-იანს აქვს ისეთი რაღაცეები, რაც მაშინ ამის კონკურენტებს არ ქონდათ და დღესაც კი შეიძლება ბევრ კონკურენტს არ ქონდეს აი საბაზო კომპლექტაციებში ის რაც ამას აქვს. ეგ არის მაგის პლუსი მეორე, ანუ იაფი, სიმარტივე და მესამე არის უკვე კომპლექტაცია Hyundai-ის ყოველთვის ქონდა მაგით იგებდა Hyundai, რომ აი იმ ფასის სეგმენტში ნებისმიერ მოდელში წლებია უკვე Hyundai იგებს მაგით, რომ ძალიან კარგ კომპლექტაციას უდევს. სხვებზე ბევრად მეც დებს მანქანაში. მეოთხე პლუსი წვა. დამეხმარი, წვა. შეგვიძლია ვთქვათ ეკონომიურია. ეკონომიურია ნამდვილად. კი ბატონო. და მეხუთე პლუსი სატარებლად როგორია, ჩვეულებრივია. მაგას ვერ ვიტყვი რომ ხა რაღაც განსაკუთრებით კარგი სამართავია Elantra. მაგას მოდი მინუსებში დავამატებ და მეხუთე შემიძლია ვთქვა კიდევ კოლოფი აქვს გამძლე. კოლოფი. სავალი ნაწილიც ასე ვთქვათ შედარებით გამძლე. მთლად გამძლეს არ ჩაუთვლით რაღაც გამოკვეთილი პლუსი არ, მაგრამ კოლოფი უფრო კარგი. საკმაოდ კარგი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხა ავტომატურ გადაცემასთან კოლოფი როცა არის გამძლე, ეგ მანქანისთვის მით უმეტეს ესეთ დაბალ ფასიან სეგმენტში ძალიან მნიშვნელოვანია. მოუძებნეთ 5 პლუსი მაინც, ეგრე გამოვიდა. მინუსებზე გადავიდეთ. მინუსები ძრავი სიმძლავრე აქვს 152 ცხენის ზალა და მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფერული და 2-დან 0 არის, მეჩვენება რომ ცოტა სუსტი და არადინამიური არის. აი სუსტი და არადინამიურს რო ამბობ, ეგ არის ძალიან სწორი, ჩემი აზრით. აქ ეხა მანქანა არ არის მძიმე, ანუ სიმძლავრე არ ყოფნისო, მაგას ვერ იტყვი თითქოს. მაგრამ აი არადინამიურ აჩქარებას ეგ უკვე მინუსია. შემდეგ ძრავის თვითონ რესურსიც კი იძახიან 200-300,000 უპრობლემოდ მატარებს მას. სინამდვილეში იქ მიდის ფარული პროცესები და მიუხედავად იმისა, რომ ჯაჭვზე არის აქ მართვა, ის ჯაჭვი თლად რესურსიანი არ არის და ნაადრევადაც ხშირად გამოდის ცხოვრიდან. აი ბოდიში გაწყვეტინებ, ნახე, იძახიან რომ გადისო, მაგრამ პროცესები იწყებაო. Elantras ფლობელს შეიძლება იქ ფეხებზე ეკიდოს რა. თუ გაივლის 300,000, იქ რაღაცა შიდა პროცესები თუ მიდის, აღარ აინტერესებს შოთა დამეთახა. ეგ იშვიათად 300,000 მიაღწიოს, მაგრამ პრობლემები უკვე 80,000-ს ეწება ხოლმე. ეგ შეიძლება. უმრავლეს შემთხვევაში, ანუ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში. შემდეგი მინუს. მე ვიტყოდი მაინც სავალი ნაწილი. ძალიან იაფასიანი და უბრალოდ სავალი ნაწილი აქვს და ეხლა ტრასაზე როცა ავტობანზე ვიდექი პატარა ჩაღრმავებაზე ესე ტალღაზეც ძალიან იქნევს. უკან ძალიან მარტივია, უკანა ღერძი ძალიან მარტივია. ძალიან და მაგას მე ქვეშიდან თუ ავწიეთ და მოგვიხერხ და აუცილებლად ვაჩვენებ რატო აი ეგეთი პრობლემა და მიუხედავად თან ესე ეხლა არის ლიმიტედი რომელიც დგას 17-იან დისკებზე
და შედარებით კიდე სტაბილური არის და აი 16-დან 15-დანზე რომელზეც მე ტარების დიდი გამოცდილება მაქვს, ხშირად მიწევდა ხოლმე სამსახურიდან გამომდინარე. ის კიდე უფრო საშინად ხანაობს. ამ ნახე სავალი ნაწილი მოხდა პლუსებში და მინუსებში. ხო ესე გამოგვივიდა, მე მგონი პლუსებში მოხდა იმით, რომ ბევრი არაფერი არ ფუჭდება და გამძლეა, მაგრამ მინუსში მოხდა მართვის და კომფორტის ხარჯზე, მაგის გამო არასტაბილურია. კაი, მეოთხე რა შეგვიძლია ვთქვათ? ალბათ მასალები, იაფიანი მანქანა ვერც მოვთხოვთ. სალონში ძალიან იაფასიანი მასალებია გამოყენებული. კი, კომპლექტაცია კარგი აქვს, პლუსებში ვთქვით, ბევრი რაღაცა აქვს, Android Auto, CarPlay, ამ 2017-ს ქარხნულად, მონიტორი კარგი, მაშინდელ Corolla-ზე ბევრად უკეთესი მონიტორი და ასე შემდეგ, მაგრამ სავარძლების ხარისხი მივხვდი იმის, რომ limited version-ია, სალონის ხარისხი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, აი შეგვიძლია ვთქვათ. და მეხუთე, რა ვთქვათ, აბა, როცა ალბათ მანქანაზე ჩამოვარდება საუბარი და იტყვიან განიხილავენ რამე მანქანას ან რა გყავს რომ კითხავენ და იტყვი Hyundai Elantra, არა პრესტიჟულად ჟღერს Elantra. ეს მაინც მუშათა კლასის მანქანად ითვლება და ეს სხვა სეგმენტის მანქანაა და არის ისეთ პრესტიჟი არა. შოთა სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ და სანამ დეტალებში შევყვებით ამ მანქანას, აქვე ვთქვათ, რომ დაშლა არ მოშლას ყავს ახალი პარტნიორი, Credo Bank-ი და ახლა ცოტა ხნით გადავინოსოთ Credo Bank-თან, იმიტომ რომ აქვს ძალიან საინტერესო და კარგი შემოთავაზებები მათთვის, ვისაც უნდა მანქანის ყიდვა. იქნება ეს იაფასიანი Elantra, რომელიმე პრემიუმ მანქანა, თუ რომელიმე მდიდრული. ყველა შემთხვევაში ძალიან საინტერესო შემოთავაზებებია. მაშინ ასე, ჩვენი ახალი სპონსორის უპირატესობებზე გვესაუბრება Credo Bank-ის ავტოდაკრედიტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გოგოლაძე. ჯაკო, შოთა მოგესალმებით. სალამი და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. პირველი კითხვა არის ესეთი: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელი და რა ზრდის მისი დაფინანსების შანსებს? კი ბატონო. Credo Bank-ი არის ლიდერი ავტოდაკრედიტებაში საქართველოს ბაზარზე. ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვიქმნა პროდუქტი, რომელთაც მაქსიმალურად ბევრი ადამიანი შეძლებდა სარგებლობას. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არის 21 წლის ასაკის, არის საქართველოს მოქალაქე, ან ფლობს საქართველოს მუდმივ ბინადრობის მოწყობას, შესაძლებლობა აქვს, რომ ისარგებლოს Credo Bank-ის ავტოდაკრედიტებით. და რა გაზრდის მის შანსებს? ძირითადი პარამეტრი არის საკრედიტო ისტორია ადამიანის. ანუ რაც უფრო კარგი საკრედიტო ისტორია აქვს ადამიანს, მით უფრო დიდი შანსი არის, რომ მას დაუმტკიცდეს ავტოსესხი. მოდი ცოტა უფრო დეტალურად ავხსნათ მაყურებლებს, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ Credo Bank-ის ავტოსესხით ისარგებლოს. იქიდან გამომდინარე, რომ ავტოსესხი უშუალოდ შესაძენი ავტომობილით არის უზრუნველყოფილი, ჩვენ აღარ ვითხოვთ დამატებით ინფორმაციას ადამიანის შემოსავლების შესახებ. შესაბამისად, აღარ არის საჭირო ცნობების წარმოდგენა ან ამონაწერების გაკეთება, რომ დაადასტუროს ადამიანმა თავის შემოსავალი. მხოლოდ საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე, ვიღებ გადაწყვეტილებას. რამდენად დიდია ბიუროკრატიული გზა, ანუ რამდენად ბევრჯერ უნდა მოვიდეს ფილიალში ადამიანი იმისთვის, რომ საფულო ჯამში დაუმტკიცდეს. კი ბატონო, ზუსტად იმის გამო, რომ მოგვეხსნა ეს ბიუროკრატიული რაღაც ელემენტები, მაგიტომაც აღარ ვითხოვთ დამატებით დოკუმენტებს. შესაბამისად, ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი, მეცაც გეტყვით, უკვე ჩვენ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, რომ დისტანციური არხებით ისარგებლონ, განაცხადების გამოგვიგზავნონ ან mobile bank-ის საშუალებით, ან საიტიდან და დისტანციურად გაიგებენ, რა ვიცი, 1 საათის განმავლობაში პასუხს. და მარტივად რომ აგიხსნათ, რა უპირატესობა აქვს Credo Bank-ს, ანუ რატომ უნდა მოვიდე Credo Bank-ში? მიუხედავად იმისა, შაკო, რომ საუკეთესო პირობა გვაქვს Credo Bank-ში ავტოდაფინანსების ნაწილში, მაინც ვთვლი, რომ ოპერატიულობა და სისწრაფე არის ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ჩვენი კონკურენტებისგან. 1 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნოთ პასუხი კლიენტს და მისი მოსვლა იქნება მხოლოდ საჭირო ხელი მოვაწეროს შესაბამის დოკუმენტებს. აქვე ერთ კითხვას მეც დაგისვავთ, მაინტერესებს აქვს Credo Bank-ისთვის მნიშვნელობა თუ არა, რა ავტომანქანის ყიდვა უნდა კლიენტს. შოთა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფაქტურად ყველა მარკა და მოდელის დაფინანსება შეგვიძლია. მთავარი კრიტერიუმი არის, რომ მანქანის ასაკი არ ცდებოდეს 25 წელს. ისედაც 2001 წელში გამოშვებულ მანქანებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. იშვიათ გამონაკლისებში ვსაუბრობ სპორტულ მანქანებზე ან ძალიან იშვიათ მოდელებზე, რომელიც სერვისი შეიძლება მომავალში გართულდეს. ეს რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, თუმცა ამის გარდა ჩვენ თანამშრომლობთ საქართველოში არსებულ ყველა ავტოსალონთან და ასევე ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებლებს ახალი ავტომობილის დაფინანსებას, თუ მათ შესაბამის სურვილი ექნებათ, ეს იქნება ახალი ელექტროავტომობილი, თუ აქამდე ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი შიდაწვის ზრავის ავტომობილები. გვაქვს სპეციალური პროგრამები, რომელთაც სარგებლობენ ტაქსისტები ან თვით დასაქმებული ადამიანები და თუ მათ ექნებათ სურვილი, შეუძლიათ თავისი მეორადი ავტომობილი ჩაანაცვლონ ახლა. ძალიან დიდი მადლობა დავით. მადლობა თქვენ. შოთა, მე მგონი კითხვები მეტი აღარ გვაქვს.
მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ ხართ დაინტერესებული ავტომობილის შეძენით კრედიტით, იქნება ეს ახალი მანქანა, ცოტა უფრო ძველი, ძალიან ძველი 2000 წლამდე გამოშვების, ან ელექტრომობილი იქნება ეს თუ ჩინური თუ მოკლედ ნებისმიერი Porsche-დან დაწყებული, Tesla-თი გაგრძელებული, Elantra-თი დამთავრებული, ნებისმიერ ავტომობილზე შეგიძლიათ მიაკითხოთ კრედო ბანკს და ძალიან საინტერესო პირობებით და კარგი პირობებით თავაზობენ ავტოკრედიტს. მოვედით ამბოლში, ამჯერად მოვედით გორის ამბოლში, იმიტომ რომ აქვე ვიღებდით და გორშიც არის ამბოლის სერვის ცენტრი და ამბოლი გახლავთ დაშლა არმოშლის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი. შოთა, რას ვაპირებთ ამბოლში? რა თქმა უნდა, ვილაპარაკებთ სერვისზე, თუ როგორ უნდა მოუარო ელანტრას ისე რომ თავის ტკივილები არ ქონდეს, მაგრამ კონკრეტულად რას გამოვსვით, მოდი შემოთხარი მაყურებლებს. სერვისების განხილვამდე მოდი ესეთი ამანქანას ახლა საჭიროება სასწრაფო პირველ რიგში გავაკეთებთ. ეს არის ორი სერვისი, უკანა ხუნდებია შესაძლებელი და ძრავიზეცაც უკვე უწევს შეცვლა. და ბარემ დავიწყოთ სერვისებით და ბოლოს უკვე დასკვნით შევაჯამოთ, კიდე ჩამოთვალოთ კიდე რა სერვისები სჭირდება და რა სპეციფიკური საკითხები ამ მანქანას. ხო, თან რა თქმა უნდა არა უბრალოდ შეცვლა, არამედ თან საუბარი ზუსტად რაზეთი, რატო ეგზეთი, იმიტომ რომ სხვა რაღაცა აწერია და სხვა რაღაცას ვაპირებთ. და ასევე ხუნდებზეც ამ სპეციფიური სალაპარაკოა და მე გავაგზავნოთ სხვა თემებზე გადავიდეთ. ვიწყებთ მოკლედ პირველ რიგში ხუნდებით, ვცვლით უკანა ხუნდებს. რა ხუნდი მოიტანა ეხლა შენ და რატო ეგ? ეს არის Textaris ბრენდის სერია აპადი, ანუ სპეციალურად აზიური წარმოების მანქანების განკუთვნილი სერია არის. და ესე იგი ამ ხუნდის თავისებურებები რა არის? მაგაც არის აღნიშნულში მითითებული. ეს არის უფრო ჩუმი და უხმაურო ხუნდები. დილას არ მომეწონა ამ მანქანის მუხრუჭი. დაღმართებზე განსაკუთრებით უჩირდა, ჯერ ფეხში არ იგრძნობოდა, ისე დამაჯერებელი დონუზი თითო წელოდა და ამგვიანი ჭერდა. და აი უყურე ახლა ტექსტას ვაკურდებოდი. აი აქ ბევრ ისეთ ავტორიტეტ დიდ ბრენდებს აწერია ესე თქვათ სამუხრუჭე ეფექტურობა. რამდენად ხისტი არის მუხრუჭი? ეფექტიანობა. კი. ანუ ეს სხვათა შორის ეს კოეფიციენტები არის. მაღალ ტემპერატურაზე გამძლეობა, სტაბილურობა და სხვა კრიტერიუმები არის. იაფასიან ჩინურებზე, ისეთ არაბრენდულებზე ესეთ რაღაც წარწერებს ვერ ნახავთ. და აი აქ არის FG ხაზი, ძირითადად ამაზე კორეულ მანქანებზე აყენია EE და FF ხარისხის ხუნდები. FG არის ერთ-ერთი ტოპ ხარისხი, ანუ ამას წესთ ახლა სადაც 100 კილომეტრს მერე უკვე როცა დაჯდება, კარგად მოერგება უკვე დისკს, ეს ხუნდი მაქსიმალურ ეფექტურობას მიაღწევს და უკვე მუხრუჭში პედალზე საგრძნობ სხვაობას იბრძნებს. და ბარემ აქვე თქვათ, რომ ამბოლში ამ ხუნდებზე არის ესე იგი ერთთვიანი გარანტია ან 1000 კილომეტრი, მაგრამ თუ ხუნდებს და სამუხრუჭე დისკებს ერთად შეცვლით, მაშინ უკვე 3 თვიანი გარანტია არის. ეხლა რამდენიმე თავისებურებას აუხსნი ხუნდის შეცვლის პროცესში, რა სპეციფიკაციები არსებობს. ყველას გონია მარტივი არის ხუნდი, დაშალე სუპორტი ამოიღე, ჩაალაგე, მაგრამ ამ სინამდვილეში გარანტია, როცა აქვს ხუნდს და თუ გინდათ გარანტია კონდეს, კვალიფიციური შეცვლა რას გულისხმობს. უნდა შემოწდეს აი ეს მიმართველები სუპორტის, გაიწმინდოს, ძველი თუ გაშავებული ან გამოხმარია აუცილებლად მიექცეს ყურადღება და მაგისთვის არსებობს სპეციალური საფოხი მიმართველის, აი აქ მაგ ჰიდრატეკი ქვია ამ შემთხვევაში Textaris. ბარემ Textaris ხუნდებს ვაყენებთ და თავისი ორიგინალი რაცა ის საფოხი ვიხმაროთ და აი აქ ესმება ძალიან მცირე რაოდენობით. ეს იჟანგება ხოლმე, შეიძლება ჭუჭკი წყალი შევიდეს, გაიჭედოს და მე ყველაზე საშიში არის მუხრუჭის დროს გაჭედილი სუპორტი. ერთი რომ წრიპინია, უოჭველი წრიპინს გამოიწვევს პირველ ეტაპზე და თუ ძალიან ჩაიჟანგა და ბევრი წყალი დაგროვდა, იჭედება მერე და ცალი მხარეს სვეთავს ხოლმე. შეიძლება გაწვდეს ცალი მხარე, შიდა მხარე, გარეთა მხარე, ანუ არათანაბარი სვეთა მიდის. ეგეთი თავისებურებები საერთოდ გასათვალისწინებელი და კომპეტენტურმა ხელოსანმა ტექნიკოსმა უნდა გააკეთოს აუცილებლად. როცა კომპანია გარანტიას ხუნდზე იძლევა, იქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ ხუნდების მონტაჟი მოხდეს მაქსიმალურად სუფთა და აკურატულად. აქ აუცილებელი არის, რომ შეიცვალოს თუნდაც ეს ელემენტარული ცვეთადი დეტალები და ეს დისკი, სამუხრუჭე დისკი იყოს გაწმენდილი, არ იყოს დახაზული, აქ ხელითაც მოისინჯება, რომ არ უნდა იყოს ესე დაღარული. ხშირად მიზეზი არის ის, რომ ახალი ხუნდის დაყენების დროს, როცა არათანაბრად არის ნაცვლად თუნდაც დისკი, იწყებს მერე წრიფინს.
და მე ბევრის უკვირს ხომ რომ აი ხუნდი დავაყენე და უხარისხვა ხუნდი არა და სინამდვილეში არის ელემენტარული დამონტაჟების დროს გაფარული შეცდომა. რახან აწეული გვაქვს, მოდი ახლა შემოგვიყვანოთ, შევხედოთ და დავაკვირდეთ ამ მანქანის ეს ტაივანია. ბევრი დეტალი იყენდება ხოლმე სხვა შორის ტაივანის და ეს დამცავი არის ტაივანი. აქ გაზდის აშკარად ზეთები შოთა ნახე შეხედე. და მოდი ახლა ვთქვათ ელანტრაზე ეს რამდენად ხშირია ბარემ რა შემეწოდებოდა ხა ეგ. კოლოფის ზეთი გაზდის? ფერზე როგორც ამშვენ მოწითალო ფერი არის და აშკარად ATF-ი არის და კოლოფი შეიძლება მაგიტომ ურტყავს რომ აკლია სავარაუდოდ კოლოფში ზეთი. რამდენად ხშირია ელანტრასთვის ახლა? იშვიათია სხვა შორის და აი სავიცინაური იყო და რაღაცა მოხდა აქ ავიცი ის გრადი არის. კი, ნუ დასოლებულია აშკარად და არის კოლოფის ზეთი. სხვა რა, აქეთ სიმშრალე გვაქვს. აქეთ არც არაფერი არ არის დასოლდეს. ყურადღების მისაქცევი არის ერთი ძრავის ქვედა ბალიში. ხო. ძრავის უბრალოდ კოლოფის ნუ მთელი არის. მაგის ბრალია წარქმები ნამდვილად არ არის. რომელიღაცა ის აპარებს რა. სავარაუდოდ შუა ეს რგოლი არის. კი. ხო და აქეთ რამე არის რომ ჩამოვიდეს, არც არაფერი. აქეთ დაკიდებას არ შეეხება კლასიკური რაც მომენტას Hyundai-ებს აქვთ, წინათავაზი იგივე არის მარტივია. მარტივად და უკანაც ყველაზე მარტივი სისტემა. ეს შასი იმეორებს იგივე რაც Hyundai Kona-ზეც სხვათა შორის, რომელიც არის თქვა ამაღლებული Hyundai Elantra იგივე და ანალოგიურად მანქანა მოდელისა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია და ის ძიაფია. გვაქვს უკან ძალიან უბრალო და იაფასიანი ბალკა. რომელიც სტაბილურობას მე თუ მკითხავ უკანა მხარეს საერთოდ ტრასაზე საერთოდ ვერ იჭერს, ვერ იკავებს. ხო, მაგრამ არის ძალიან მარტივი სისტემა, ნაკლებად კომფორტული, მაგრამ გამძლე და იორღა, ხო? მისადგომად ბევრ რამეს ამარტივებს აქ ყველაფერი ხელის შემისაწვდომია. აი თუნდაც ეს EVAP-ის ეგრეთწოდებული კანისტრა, პირდაპირ ჩანს, მაგრამ თუმცა Hyundai-ზე იგი შვედად ფუჭდება, ზედა Toyota-ს არ ხომ ხშირად. არ უფუჭდება Hyundai-ს, ხო? Ford, Fiat და Toyota-ს ეს ძალიან ხშირად და პრობლემებია ხოლმე ეს ნაწილი. ხო, ну მოკლედ აი ესეთი მარტივი მისადგომი ყველაფერი, მაგრამ ნაკლები კომფორტიც. მივადექით ძრავის ხუფის ქვეშ რაც ხდება მაგ ამბებს, ანუ კაპოტის ქვეშ და ზეთზე უნდა ვისაუბროთ, პირველ რიგში ძრავის ზეთზე. ყველაზე მთავარი და საინტერესო ელანტრას ძრავის ზეთთან დაკავშირებით არის ის, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილ მოდელს პირდაპირ აი აქვე აწერია, რომ უნდა ჩაისხას 5-20-ზე. მაგრამ ჩვენ დღეს ვასხამთ სხვა ზეთს. მე მაქვს 5-30, შენ გაქვს 5-20. აწერია 5-20, წიგნში რა წერია გითხარი და რატო ჩავასხათ 5-30 და რატო რეკომენდებული უფრო 5-30 ჩასხმა. კაი, მან ბევრ რამეს რამდენიმე სიტყვით დავამატებდი. Toyota-ს მომხმარებლებმა შეიძლება გააზარმაცა რაღაც ესეთი მენტალიტეტი ჩამოაყალიბა, რა კი სახურავზე აწერია სიბლანტე, ესე კონკრეტული სიბლანტე, ესე კონკრეტული ზეთი უნდა ჩაისხა სიბლანტე, მაგრამ აქ თუ დააკვირდები კიდე ზევიდან უფრო დიდი ასოებით სხვა რამეც აწერია. ნახე სახელმძღვანელო. ნახე სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო არ უყვართ საქართველოში კიდე განსაკუთრებით ხშირად სახელმძღვანელოს ჩახედვა. და აქ გარკვევით უწერია, რომ მხოლოდ 5-20 არის შეიძლება. ამ დაშვებული არის სხვადასხვა სიბლანტეები, არსებობს ალტერნატივები, როგორც 5-30, ასევე 10W30 სიბლანტეს. 10W30 საქართველოში იშვიათია, რატომღაც არ უყვართ ეგ სიბლანტე. მოკლედ, ბევრნაირი სიბლანტე არის დაშვებული ქარხნულად. კი, და რატო ვასხავთ ჩვენ 5-20? სანამ მაგას ვიტყვით, რატო ვასხამთ 5-30 და არა 5-20, მოდი ვთქვათ, მაშინ რატომ აწერია აქ 5-20. კარგი. ეგ უფრო ამერიკის კანონმდებლობის გამო არის ნაკარნახევი. EPA როგორც ადრეს წინა გადაცემებში ვახსენეთ სხვა მოდელებზეც, ის არის გარემო რეგულაციები, რომელიც გამონაბოლქვზე აკონტროლებს. განსაკუთრებით ყველაზე მკაცრი კონტროლი არის ეს კალიფორნიის შტატში და 5-20 უბრალოდ არის საწოლის დამზოგავი ზეთი.
ეს ძრავი ატმოსფერული 2-დან 0 ძრავი, რომელსაც ეძახიან Dodge ძრავს, მაგრამ ადასინამდეში Dodge ნიშნავს, ანუ უბრალოდ ორ გამონაწილებელს არ 16 კლაპნიანი. გამონაწილებელი ღერძიანი არის. ეს არის ასე ვთქვათ, არც მაღალ რესურსიანი სიმართლე ვთქვა. აქ გამოყენებული არის საკმაოდ რბილი მასალები, არის მეტალი, არის ესეთი წრთობა და გამძლეობის, როგორც სხვა იქნას გერმანულ მანქანებში და ხშირად არ ვიცი მაგაზეთ სიბლანტეს დაუბრალ თუ არა, თუ რას 5-20-ზე ხშირია ამ ძრავების ნაადრევი წვეთა. ზეთის ჭამა. ზეთის ჭამა თლად ნაწილობრივად შეიძლება ჩავთვალოთ ეგეც. მაგალითად, ყველაზე ხშირი გავრცელებული პრობლემა არის ჯაჭვის გაწელვა, მაგრამ უფრო ხშირად ეს ვანოსებს ეძახიან, მაგრამ VVT სისტემა უყენია მას ორივე გამონაცილებელი ილზე. იქ კბილანები უცდება და ეს ღვედი ხტება. ანუ ერთ დღესაც ძალიან ხშირად ხდება დილ ჩარჯზე მანქანაში და უცოდ რაღაც ტრახ ისმის. ეს რა ხდება? ეს კბილანები ხტუნავს. მანქანა არ იქოქება, არ იწვის. ეს არის გავრცელებული შრომა. და ამის გამოსავალი ახლა შეიძლება იყოს 5-30-ს ჩასვლა. 5-30-ს მოკლედ ეს ვთქვათ, არსებობს მოწინააღმდეგე და წინა ისინი ასე ვთქვათ. დავამიგის რა. ხელის ზეთი უფრო მეტად წვეთავს თუ 5-30-ის ხელი უფრო იცავს ძრავებს. ზოგადად არა მარტო ამ Hyundai-ზე ლაპარაკი. Toyota-სთანაც მიდის და Mazda-სთან განსაკუთრებით ეგ ლაპარაკი. ანუ იმის კიცება რომ 5-30 რამეს ავნებს არ არსებობს. პირიქით საეჭვოა ცოტა 5-20 უფრო თხელი ზეთები. წასვარ მომენტს ჩვენთან 50. აი საქართველოში არანაირ მედის ვეტყოდი, იმით რომ სასოფლო სამზის მანქანას ვეძგზნოს მე პატრონე. და Hyundai ცენტრი ეს ვიტყვი, ჩვენ რეგიონზე 5-20 რეკომენდაციას არ გასცემს და რეკომენდაციას არის 5-30 და მათ შორის 5-40-ზეც. პრაქტიკა ჩვენს 5-30 სიბლანტეებზე ეძრაები უფრო მეტს გადის და უფრო პრობლემი არის. ეხლა მოკლედ ვიტყვი, რატო ავირჩიეთ N-ის ბრენდი და კონკრეტულად ეს დასახელების ზეთი. ნუ ეს FE ნიშნავს, რომ საწვავის დამზოგავი 5-30, ასევე ვინც უყურებს ჩვენ წინა გადაცემებს, შეიძლება უკვე კარგად ნაცნობი იყოს ეს ბრენდიც, არის იტალიური, სუფთა იტალიური წარმოების და რაც შეეხება კიდევ ერთ მომენტს, ბევრს უყვარს ხოლმე ეს დაშვებები, Hyundai-ის დაშვება. არ არსებობს, აი წიგნშიც ეძებეთ, აბა მაჩვენეთ სად უწერია რა Hyundai-ის დაშვება. ეგეთი რამე არ არსებობს, უბრალოდ Hyundai-ის აქვს ზოგადი ნორმები, ამერიკული სტანდარტით ხელმძღვანელობს და მინიმუმ API SM უნდა ქონდეს. ამ შემთხვევაში ვასხავთ API SM+ ილსაკიან ზეც, საწვავის დამზოგავ ზეც, რომელიც ამის არის იდეალურად მორგებული ამ ზრალზე. ვინც ჩვენ რეკომენდაციას 5W30-თან დაკავშირებით მისაღებად აქვლის, ამ ბოლში შეუძლიათ შეიძინონ 5W20-ის სიბლანტე როგორც ალტერნატივა. მოკლედ ახლა ჩვენ მოვხსენით პირველი ცილინდრის აალების სანთელი, უყურებთ ეგრეთ წოდებულ ბაბინას, რომელიც ძალიან ცუდ დღეშია და კიდევ უფრო უარეს დღეშია თვითონ სანთელი, არა შოთა? ძალიან. სავარაუდოდ ამ მანქანას აქვს ახლა თითქმის 80,000 კილომეტრი გარბენი. 60 მილი, ხო? და დიდი ალბათობით ისევ ქარხნული აალების სანთლები უყენია. ამაზე მეტყველებს ორიგინალი წარწერაც და საშინელ მდგომარეობაშია, ჟანგებშია. ერთი სავარაუდოდ ემის ბრალი ისიც არის, რომ ნესტიან გარემოში მოძრავ და არ ვიცი რომ შტატიდან ზუსტად და მოდი პირდაპირ ვთქვა 80,000 აალების სანთელისთვის ბევრია. და მე ასევე ვიცი რომ ძალიან ხშირად ხუჭდება ბაბინები სელანტ. ამ ძრავებზე ხშირია, უკვე ქართულად რეკომენდირებული კი უწერია წიგნ შეიძლება 100-150-ზე შეიცვალოს ეს აალების სანთელი, მაგრამ რეალურად 80-ის მერე უკვე პრობლემები ასეთ მდგომარეობაში მიდის, უკვე შესაძლებელია. შესაძლებელია დღეს მოდი ახლა ამის გადაღება არ გვინდა, მერე შეიცვალოს ამის აალების სანთლები და ახლა ვისაუბროთ საწვავზე და აი ამ პრობლემებზე. ახლა რაზე მინდოდა მე თქვა. ვახსენეთ გადაცემის დასაწყისში, რომ სამი პრობლემა არის ხშირად ამ ძრავთან დაკავშირებით, რომელიც იწვევს ზეთის ჭამას. პირველი ეს არის საწვავი, უხარისხო, გაურკვეველი, რაღაც დანამატის გარეშე მქონე საწვავის ჩასმა. მეორე, ეს არის ზეთის სიბლანტე, ვთქვით 5-20 სიბლანტე ხშირად იწვევს ნაადრევ წვეთას და ზეთის დაკლებას მაგის გამოც. და მესამე, ეს არის აალების სანთელი. ქარხნულად უყენია, ნახე როგორც ხედავ, ეს თუ გაიგია, ამ მანქანას ნახე, Miura, ეს არის კორეული ბრენდი, შიდა კორეული ბრენდი. და თუმცა ამ მოდელამდე Hyundai ხმარობდა NGK-ის აალების სანთლებს ორიგინალში Denso-ს. და მე საერთოდ რეკომენდაციას ვურჩევ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე სოციალური აალების სანთლებს კლიენტებსაც ვურჩევ იხმარონ სამი ტოპ ბრენდი რაც არის Bosch, Denso და NGK. ამ ძრავებზეც ჩემი გამოცდილებით უკეთესად მუშაობენ.
ეს კი IAP არის, ვისაც ორიგინალი ურჩევნია დააყენონ, იმუშავებს საშუალო კარგი ხარისხის მაგრამ 80,000-ისთვის ბევრია უკვე. ბევრი არის. ძალიან ბევრია. და ეს იწვევს მე იქ ჭუჭრის დაგროვებას ნაგარის ასე უწოდოთ თვითონ დრუშის თავზე. და კიდევ ჩანს ესეც. ხო, ესეც ცუდია. სხვადასხვა IAP არის, ეს ორიგინალია ეს ჩიბუხები, კაბინები. ესეც ორიგინალი ხალხმულია. კი, და ცუდ დღეში რაღაც ცუდი სუნიც ასდის მე მგონი. ეს შეუძლია თავისუფლად დააყენონ. კი, ორიგინალის შეუძლიათ დააყენონ და ხო, კიდე ზეთის კლების მნიშვნელოვანი მომენტი არის და ეს მარტო Hyundai-ს არ ეხება. ეს ხშირია ისეთ IAP-იან წარმოებებს, როგორც არის Mitsubishi და Nissan-ი. ამას გამშვები ეს კოლექტორი, რასაც ქვია ცხელი კოლექტორი და კატალიზატორი ინტეგრირებული აქვს ერთი, ანუ კატალიზატორ კოლექტორი ერთობლივი. და ხშირად არის ხოლმე ეს როცა რეგულარის ტიპის საწვავს ასხავ, ნაადრევად უჭდება, იშლება კატალიზატორი და ეს კატალიზატორის ნაფხვენი მტვერი ვაკუუმის დროს ეს როცა გამშვები სარქველი უკან იწევს ხოლმე და შედის ფხვნილი ეს კერამიკა ცილინდრებში და ხაზავს ცილინდრებს. ნაადრევი პოლირება ხდება, ჩახაზვა ხდება და კიდე პლუს პოლირებან ეს თხელი სიზეთის გამო ცილინდრების. და ასევე კატალიზატორის ამოღება არაფრით არ შეიძლება ამ მანქანიდან. არავითარ შემთხვევაში თუ ბევრი შეამჩნია და დამეთანხმებიან ალბათ, როცა როგორც კი ამოიღეს კატალიზატორი ჩაეშალა და ამომამტვრიეს, ეგრევე დაეწყო ზეთის ჭამა. და ამის კატალიზატორი სხვადასხვა თბილისში უკვე ხელმისაწვდომი მე დაშლილი ბევრი არის იშოება. საშუალო ფასი არის 600-700 ლარი, მე ვთვლი რომ ეგ ნორმალური ადეკვატური ფასია, რა რომ Hyundai Elantra არის, ზოგადად კატალიზატორი საშუალოდ ეგრევებს. მაგ ფასს ვერ გავექცევი და ჩემთვის მისაღები არის, ახლა ზოგიერთი Elantras ფასი შეიძლება ორჯერ ძვირი იყოს. ეგ პრობლემა არის. მაგას უნდა მიაქციან ყურადღება, ხო, ხშირად უჩდება კიდე მუხლალილუს ქვედა ამთვლელი სენსორი, დაჭიკი Fiat-ის პატრონების კარგად იციან, იქაც მაგნიტი სუსტდება ხოლმე და ხშირად სწორად ვერ ითვლის ხოლმე, შეიძლება გაფუჭებული არ იყოს, მაგრამ სწორად ვერ ითვლის და წვა ემატება მაგის გამო ხოლმე. მინიმუმ 1 ლიტრი უმატებს ეგ როცა გამოდის წვას. ამიტომ როცა დილით მანქანის დაკოკა გაუჭირდა, შეამჩნიეს, ერთი ტრახტახი დაიკოკა რაც ესე უცნაური ხმე მოესწრა, ესე იგი ჯაჭვია, თუ საერთოდ დაიკოკა და ეს ბრუნვათა რიცხვის ის არის არ გამოძრავდა, ესე იგი ამთვლელი დაჭიკია. ეს არის ყველაზე ხშირი პრობლემა ამ ძრავზე. სხვა მხრივ ეს ძრავი მუშაობს წეღან დასაწყისში ვთქვი 152 ცხენის ძალიანი, მაგრამ ეგ არის ევროპული ვერსიები და ეს ამერიკულებს ცოტა განსხვავებული 10 სონის სისტემის შეფქვის სისტემა აყენებენ და შემცირებული არის აქ სიმძლავრე 157 ცხენის ძალა. სხვა ალტერნატივები ხო ამ ძრავებში იყო 1.4 GDI ძრავები, გამაძრავები ზახდნენ, რომელიც ძალიან პრობლემური იყო ეს ჭამდა. ნუ მე მგონი საქართველოში ძალიან 1001 შეიძლება იყოს, არავის არ ჩამოყავს, ეგ ყველა მის რომ არ ვარ გაიგზავნა და არ უნდა გაეკარგო. კარგი, მოდი ავაწყოთ ახლა ეს დროებით, მაინც სანამ შეცვლიან ამ ბაბინას და შესაბამისად ალების სანთლებსაც და გადავიდეთ უკვე ტესტ დრაივზე. გამარჯობა. თქვენი აპლიკაციაც მაქვს. გავატარებ ახლა და მოვედით სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე ურბნისში, რომელიც მდებარეობს ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე და ვასხამთ სოკარს, რომელიც არის ჩვენი გადაცემის დაშლა არმოშლის ერთ-ერთი პარტნიორი. რაღაცა წიგნი გიკავია შენ და აუხსნათ ახლა რატო ვასხამთ ზუსტად ამას, ანუ ნანო პრემიუმს. ეხლა ხელთ მაქვს ამერიკიდან ჩამოყოლი ეგრეთ წოდებული სახელმძღვანელო ამ მანქანის და აქ Hyundai-ის პირდაპირ უწერია რეკომენდაციაში, რომელიც აწვავინდა ჩაისხას. ტრადიციულად საქართველოს შეხედულება არის, რომ რაკი ეს არის ატმოსფერული ძრავი, ეგრეთ წოდებული დოჩის ძრავი. ნებისმიერ შეიძლება ჩაისხასო და ასხავენ 90% ალბათ რეგულარი. როგორც ახლა ციხში შევხედე და ეს არის გვერდი ჩანართი F8, აქ პირდაპირ უწერია კონკრეტულად რა ოქტანობის ბენზინი უნდა ჩაისხას და როგორი ტიპის საწვავი და აღნიშნულია პირდაპირ აუცილებლად უნდა იყოს დეტერგენტული დანამატის. რასინაირად ტერმინი ხა ბევრისთვის უცხო ტერმინი იქნება, ეს მარტივად რო ვთქვათ, საწმედი დანამატი არის და ეს დანამატი აუცილებელი იმისთვისაც წვის კამერა სულთად იყოს შენარჩუნებული, რომ მე არის მოხდეს სიმძლავრის დავარდნა, კომპრესიის შემცირება და ზეთის ჭამა არ დაიწყოს. სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი თავიდან რო ახსენეთ სამ მიზეზს შორის, რის გამოც ეს ძრავი ზეთის ჭამას იწყებს, არის სწორედ ეს დანამატის გარეშე არ მქონე ბენზინის ჩასმა. და ეს დეტერგენტული საწვავი მხოლოდ ნანო პრემიუმს აქვს თუ ზოგადად ნანოა, ხო? ნანო ზუსტად განმარტა, არის ზუსტად ეს საწმედი დანამატი, რომელიც იცავს ძრავს.
იცავს ის სუფთა მდგომარეობაში. იქნება ეს ნანო პრემიუმ, ნანო სუპერი თუ ნანო ერო რეგულარი, ხო? რეგულარსაც აქ. რეგულარის სხვადასხვა სოკარს ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია ბევრს არ აქვს საქართველოში რეგულარზე ეგ დანამატები. აქვე შეგახსენებთ, რომ სოკარს აქვს გათამაშება, ათამაშებს 92 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას საბურთალოზე, ათამაშებს ახალ ელექტრომობილს და ათამაშებს სამ ფულად პრიზს 10000 ლარის ოდენობით. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სოკარის აპლიკაცია და ამ აპლიკაციაში მიბმული აქვს Energy ბარათი. მოკლედ, სოკარის ბენზინ გასამართ სადგურებზე ყოველი 15 ლიტრის საწვავის ან 15 მ3 გაზის ჩასვლისას Energy ბარათის გატარების შემდეგ იღებ გათამაშების 1 ბილეთს. თუ სოკარ პრაიმის გამომწერი ხარ, იგივე რაოდენობაზე იღებ 2 ბილეთს. მექანიკა მარტივია, რაც მეც ასხამ, მით მეტ გათამაშების ბილეთს აგროვებ. ბილეთების დაგროვებასთან ერთად ყოველდღიურად 100 მომენტალური პრიზი თამაშდება, ეს არის ვაუჩერები, ენერჯი ქულები, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ შეგიძლია სხვას მისცე მოგების შანსი და მომენტალური პრიზი შენთვის უცნობ ადამიანს გაუზიარო. ამით შენ დამატებით გათამაშების 5 ბილეთს მიიღებ. გამარჯვებულები 10 სექტემბერს ლაივ რეჟიმში გამოვლინდებიან. მოკლედ, შეგიძლიათ ჩაერთოთ სოკარის გათამაშებაში და გახსოვდეთ, რომ გამარჯვება გაზიარებით იწყება. დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე არის სოკარის ორი დიდი კომპლექსი, ერთი არის თერჯოლაში, მეორე არის ულბნისში. სადაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ, დაისვენოთ, საჭველი მივიცვათ, ელექტრომობილი დამუხტოთ, ენერგიით დაიმუხტოთ და აი ესეთი გართობაც გელოდებათ აქ. შოთა, ჩემ ბავშვობაში რომ ესეთი რამე ყოფილიყო, აქედან ვერავინ ვეღარ გამიყვანდა. ესეთი ბავშვების გასართობი პატარა, თუ რაღა პატარა, საკმაოდ დიდი სივრცეა. სადაც სხვადასხვა ესეთი საავტომობილო ისინი არის მოწყობილი რა და არის ბევრი მოდელები, პატარები, დიდები, იქით ოფროუდია, რაღაცა სამშენებლო სამუშაოები, იქაც შეგვიძლია გავართოთ, მაგრამ ჯერ ეს გავაკეთოთ. შენი მანქანა რომელია? ბრონკო ფორდი. ბრონკოა? ჩემი რომელია? ჩემი მწვანეა. Defender. მოიცა. არ დამეჯახო. არ დამეჯახა და რა შეგვიძლია რომ მოვიფიქროთ? Red Bull სტილში ჯვარედინი გადახმახტონე პორევოდეთ. მოიცა, ვერ დავამუღარო მართლა. ეს აკეთოს ხო, კაი. რა მაქსიმალურ სიჩქარე გავკეთო? აპ შენ დამეჯახე, მე არა. მოდი რამე მოვიფიქროთ აი ამაზე გადატარებაში. შენ გაიჭედე, მე წავედი რა. მოგიგე უკვე. აღარ ყოფნის? მე მოიცა, შიქში მოუხვიე. უნდა ამოვიყვანო რამენაირად, მოიცა. აბა. აუ, გავიჭედე, всё, ევაკუატორი მჭირდება. საჭირო ვიღოთ. ოპა! პირველი რაც მინდა ვთქვა, შოთა არის ის, რომ ამ თაობის, ანუ 2017 წლიანი Hyundai Elantras ინტერიერი არ არის ისეთი მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით გარედან შეიძლება მოგეჩვენოს და იფიქრო, რომ მოსაწყენის სალონი აქვსო. კი, დაბალფასიანი მასალებია, კი, პლასტმასებია სულ, აქაც უხეში, მაგრამ ვიზუალურად ამ კლასში მის კონკურენტებზე ბევრად უკეთესი კომპლექტაცია აქვს, იმიტომ რომ არც ერთ მის კონკურენტში არ არის Android Auto. ეგ ხაზი გავხატო, ეს არის limited ვერსიაზე საუბარი. დიახ. ეს ჩვეულებრივ დაბალ კომპლექტაციაში არ არის. მაგრამ აქ გამიკვირდა ჩავჯექი ეგრევე. ჩავაერთე. მართალია, კაბელით, მაგრამ არის Android Auto, მაშინ დაუკავშირდა. და ბევრი რამ აქვს კიდევ ისეთი, ზოგადად Hyundai-ის კომპლექტაციები ყოველთვის გამოირჩეოდა, რაც უპირატესობას ანიჭებს. მაგრამ საბოლოო ჯამში რითი თქმა მინდოდა, რითი დავიწყე, მოსაწყენი არ არის მეთქი რომ ვამბობ, რას ვადარებთ, ხო? მაგალითად, Volkswagen Jetta-ს იგივე. შენ რას ფიქრობ? Jetta ძველი თაობები იყო. იყო ჩემთვის ყველა ერთეროვანი იყო. გერმანიაში აწვევილი იყო მექსიკოში, მაგრამ ახლა ჩვენაც გადავიღეთ ბოლო თაობა. ხო. და ვისაც დაინტერესებდა ნახე რა სულ შევნახონ. რა ვიცი, იქ რადიკალურად შეცვლილი იყო ის აშკარად უკვე თანამედროვე დიზაინით გამოკვლევა. მაგრამ ამასთან შედარებით თაობები ჩემს ერთეროვანი იყო Golf Passat. ხო, ანუ ამ წლოვანების Jetta-სთან შედარებით? ამ წლოვანების ესე იგი ძველი თაობის Jetta მოსაწყენია ჩემს ერთეროვანი.
ნუ მე საერთოდ ჯეტაში მგონია რომ ძალიან გერმანული მიდგომით არის გაკეთებული, მარტივად უფრო მეტად მასალების ხარისხი უფრო მომწონს ხოლმე მაინც. აი ეს კარგად არის შეკრული, ისე არჭრიალებს როგორც ჯეტები. ხო. ყველაფერი მყრივად. კი ბატონო. იგივე ახლა Corolla 2017-იანი Toyota Corolla რო აიღო, მე არ მგონია რომ ეს უფრო მოსაწყენი სალონია ვიდრე Corolla-ში. არა, აქ უფრო მეტი სიხალისე არის. იაფასიანია, მაგრამ სიხალისე მეტია. სალონის ფილტრი გაქვს შენახთა, მოდი ბარემ გამოცვალოთ ახლა სალონის ფილტრი. ძალიან მნიშვნელოვანია სალონის ფილტრი და ბევრს ავიწყდება და განსაკუთრებით მე მგონია რომ Hyundai Elantra-ს ფლობელები არ უცვლიან თუ არა საერთოდ სალონის ფილტრს, რომელიც პასუხს აგებს იმაზე, რომ სალონში უნდა იყოს მუდმივად კარგი ჰაერი და ნაკლებად დაიორთქლოს მინები. ოჰოჰო. ჭუჭყიანი არის და კარგა ჭუჭყიანი არის. აუ როგორ ზის ჭუჭყები? ეს გახეულიც არის. ორიგინალი არის და აქ არის გამოშვების თარიღი აწერია ხოლმე და 2017-ი გამოც თარგმნული არის. ხო გამოვიცანი. ესე იგი, რამდენი წლის მანქანაა? 3, 6, 9 წლის მანქანაში არ იყო გამოცვლილი სალონის ფილტრი. 9 წლის მანქანაში ესეც კარგია, კარგი ფილტრია. აქ მიმართულებას ისაც ტრადიციულად ის არის ქვევრი. ნახშირიანი ფილტრია. ის ნახშირი რო იყო და ნახშირიანს ჩავა. მეგობრებო, აუცილებლად გამოცვალეთ ხოლმე ხშირად სალონის ფილტრი. ხშირად რა, ანუ მაგალითად, რავი, წელიწადში ერთხელ მაინც ახლა მტვერი გვაქვს ბევრი ქვეყანაში, ქალაქში, არა? თბილისში განსაკუთრებით კი. წელიწადში ერთხელ უნდა შეცვალო ადამიანმა სალონის ფილტრი. ღვედი აღარ უშვებს. ღვედი აღარ უშვებს. გაჭედა. Hyundai-ს ტრადიციული. გაჭედე, ღვედი თუ რა გაკეთე? Hyundai-ს ვაცებ ცოტა ხანი. Hyundai-ს ტრადიციული პრობლემა. ანუ რატო გაიჭედა? ღვედი ვერ ხვდება. არ ვიცი, არც ზევით ადის, არც გარეთ გაგვუშვებს. ცოტა ხანია ცადე? აი ამას გულისხმობდით. როცა უსიამოვნო სიურპრიზებზე გვაქვს ხოლმე. როჭა. საუბარი. როჭა კინო. აი მოც გამოვრთვა მანქანა. ესა თავიდან დავქოქოთ, რა ვიცი. აბა, სადოთ. როცა გავაღო. დავფეტო, გავაღო, რა ვიცი, რა ვაკეთე. აჰა. არა, გაიჭედა? შენ თავიდან მაგრა გამოკაჩე თუ რატო გაიჭედა? არა, ნენო ჩო. გადაჭიქი უკან შო. რო დაძარი მომენტში. გადაჭიქი უკან, არ ვიცი. დაძარი. უნდა დავიზრეთ, ფაქტია. კარგი, მოკლედ, სვლის რეჟიმი აქვს 3, ეხლა მე ჩვეულებრივ რეჟიმში მივდივარ. როგორ დადის ეს მანქანა? არის ხმაურიანი, საკმაოდ კომფორტული არ არის, მე გულისხმობა, როცა მწოლი არის პოლიციელზე, ეგრეთ წოდებული უგოროზე გადადიხარ. უკანვე კარგად ვანჯღრებს. განჯღრებს, ხო? მაგრად მაღლა მისურის. ხო და ეს ბრაგუნის მომენტებიც აქვს რა. ხმის იზოლაცია ლიმიტედი არის უფრო ჩუმი ვიდრე სხვა ვერსიები. ხო, რაც წეღანას რაც დასაწყისში თქვი, ვერ იტყვი რომ არ ყოფნის სიმძლავრე. ამას მართლა ვერ ვამბობ. იმიტომ რომ მანქანა მსუბუქია და ხა ნორმალ რეჟიმში ძალიან კარგად მივადგი ესე ვთქვათ და კარგად წაიღო. ხო, გადაცემათა კოლოფი იქცევა ცოტა არაადეკვატურად ჩემი აზრით და ბევრჯერ თავს გადაცემებს და მე რო გადავრთო ეხლა ეკო რეჟიმში და ამას აქვს ეკო რეჟიმი. კიდე უფრო არაადეკვატური ხდება კოლოფი, უფრო ხშირად იწყებს გადართვას და ნუ ბევრმა შეიძლება ეს ვერ შეამჩნევს, მაგრამ მე ვამჩნევ. შეიძლება ეს იმის ბრალია რაღაცას ეთების გაზდიო და აკლია, შეიძლება წნევა აღარ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. შეიძლება მაგ ყველაფრის ბრალიც იყოს, მაგრამ ზოგადად არ მგონია რომ ეკო რეჟიმმა ბევრად დააკლოს წვა. აი ეს არ მგონია. მე როგორც გამიგიეთ სხვა პრობლემებისაგან ეკო რეჟიმის გამოყენებას არ აზრი არ აქვს, უფრო მავნებლური. ხო არა? კი ბატონო. ნუ მავნებლური არ ვიცი, მაგრამ ნუ უფრო უარესად რო დადის და აი უფრო ცოტა ისე რო რთავს უცნაურად და არც ის მგონია რომ საწვავის ხარჯი დააკლოს. სამაგიეროდ საწვავის ხარჯს ნამდვილად მოუმატებს სპორტი, რასაც უეჭველი მოუმატებს, იმიტომ რომ ბრუნებსაც მაღლა იჭერს და უფრო სწრაფი ხდება მანქანა. უფრო ხმაურიანი ძრავაც. აი 4000 უჭირავს გაჭიმული. ხო, 4000 უჭირავს გაჭიმული, ახლა მივდივართ ეგერ რაღაცა 80-ით, ხო? ხმას გამოსცემს მეტ ძრავა და ეს არ არის სპორტული ხმა, ეს არის უბრალო ძრავის ბღვილი, მოდი პირდაპირ ვთქვათ. მოხვევა ოდნავ ხდება უფრო უხეში და სამაგიეროდ პირდაპირი, ანუ უხეში აქ ცუდად არ მიგულისხმია. ოდნავ უფრო საჭე ხდება ხისტი და всё, მეტი არც არაფერი ვიჭერს მაღლა ბრუნებს და უფრო სწრაფად გახვალ გაზრებაზე. ეგ არის სულ ამის სპორტის რეჟიმი და პრინციპში ამაზე მეტი არც მოეთხოვება და ხა სულ სპორტის რეჟიმში მე სიარული არც მომინდებოდა. ერთადერთი აი როცა ქალაქგარეთ დავდივარ და
ტრასაზე დავდივარ და გასწრებები და ასე შემდეგ, მაშინ კი ბატონო უფრო გავასწრებ. თუმცა კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი რეჟიმიც არ არის ცუდი. სიმძლავრის ნაკლებობას არ ვუჩივი. გორში ვართ და სად უნდა ჩაგვეწერა ამ ვიდეოს ბოლო სიტყვა თუ არა გორის ციხესთან, ხო? აი აქ ყველაზე კარგი ადგილია მაგისთვის. შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი ვიდეო ძალიან მოკლედ და ვთქვათ ასევე სადღეგრძელოს. დაშლა არ მოშლა ქვია და იმიტომ. პირველ რიგში, ეს არის საკმაოდ იაფი ავტომობილი. თავის კლასში ალბათ ყველაზე იაფი. არის საკმაოდ გამძლე თუ მოუვლით, ესეც არის ფაქტი, მაგრამ მაინც ახასიათებს უსიამოვნო პრობლემები. შოთა, შენ რას ფიქრობ და მე დავასრულებ. გამძლეობა ისე რა, მაგას საშუალოს მივცემდი. ეკონომიური რო არის, ჩვენ თვითონ დავწმუნდით და ეგრე არის, შეგვიძლია ვთქვათ, შევიყვანოთ ეკონომიურ მანქანების სიაში. მასობრივად ხელმისაწვდომი არის გეთანხმები აბსოლუტურად. ბევრისთვის ნაცნობი მანქანა არის, არ არის რთული შესანახი. ამიტომ ვურჩევ, რომ მიაქციო მაინც ყურადღებას. აქ ელანტრა არის და ესე ხელაღებით თქვა, რომ არ უნდა მოულა ამას მაო და იulis 300.000 ისე რა, ეგრე არ არის. უნდა რა ყურადღებას მიქცევა. და მოკლედ, თუ გაითვალისწინებთ იმ რჩევებს, რაც ამ ვიდეოში მოგეცით და იმედია გაითვალისწინებთ, ელანტრა გამომდგარი მანქანა იქნება თქვენთვისაც. თუმცა მაინც ახასიათებს ეს თავისი პრობლემები. უსიამოვნო სურპრიზები და მე აი სადღეგრძელო რომ უნდა ვთქვათ ხოლმე, იქ ვიტყოდი ეგეთ რამეს, რომ ვუსურვებდი პირველ რიგში ამ მანქანის მფლობელს და ყველა ელანტრას ამჟამინდელ თუ მომმფლობელს იმას, რომ აი ეს უსიამოვნო სურპრიზები რომ ხანდახან არ დაიქოქა, ხანდახან გზაში ჩამიქრა, ესეთი შემთხვევებიც არის და ასე შემდეგ, ესეთი რამე არ ქონოდეთ. და ბოლოს ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ კრედო ბანკის დახმარებით შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთი ან ნებისმიერი ავტომობილი. პრინციპში ეგ არის. მომავალ დაშლა არ მოშლამდე. ეგ არის და გორის ციხე.